მოგესალმებით ჩვენს მსმენელებს, მოგესალმებით ნიკო ურბნელის პოდკასტის ერთგულ მაყურებელს. ჩვენ ზაფხულში შევწყვიტეთ პოდკასტების მომზადება, თუმცა არ დაგვიწყრია რომ ამ თემაზე გვეფიქრა, დავაგროვეთ გარკვეული თემატიკა, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს უკვე შემოდგომის და ზამთრის პერიოდისთვის და როგორც აქამდეც ვაკეთებდით, ყოველ კვირა შემოგთავაზებთ უკვე განახლებულ ეთერს და განახლებულ მასალას. ამჯერად და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი გურამ იმნაძე, იურისტი, რომელიც უკვე წლები ამუშავებს სოციალური უფლებების მიმართულებით, მართლმსაჯულების საკითხებზე, სოლიდარობის პრობლემებზე და აქვს თავისი გამოცდილება დაგროვებული ისე როგორც განათლება. იმ თემაზე, რომელზეც დღეს ვილაპარაკებთ და ეს თემა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხო? ანუ თემა, რომელზეც რა ვიცი, უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა ახლანდელი, ახლა ვთქვათ, მეორე რესპუბლიკა თუ სადღაც 30 წელს უკვე ითვლის, აი ამ 30 წლის განმავლობაში ალბათ ამ თემაზე სულ ვფიქრობთ. ჩვენ რაღაცა ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ გვახსოვს ესე იგი ეს საბჭოთა წარსულზე ვფიქრობდეთ და აი სასამართლო ხელისუფლება და სასამართლო რეფორმა ის სივრცეა, სადაც ხშირად შეგვახსენებს ამას რეალობა, რომ ჩვენ მოვდივართ ცოტა განსხვავებული, ასე ვთქვათ, გამოცდილებით, არ მოვდივართ დემოკრატიული სახელმწიფოების თავისუფლების რაღაც ტრადიციიდან, მოვდივართ ავტორიტარული სისტემიდან და რაღაც ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს გასატარებელი იმისთვის, რომ აი დღევანდელ თანამედროვე, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ სისტემასთან ვიგრძნოთ მსგავსება, რაღაც ერთიანობა, ხო? ჩვენ კი გვინდა რომ ვამბობდეთ, რომ თუ ვართ, ესე იგი ამის ნაწილი ხდებით, მაგრამ ესე მარტივი ეს როგორც ჩანს არ ყოფილა, როცა სასამართლო რეფორმას უყურებთ და აი მოდი ამაზე ვისაუბროთ. მოდი დავიწყოთ თავიდან, რომ რას ნიშნავს ეს საბჭოთა გავლენა, ხო? საბჭოთა გავლენა ჩვენს პროფესიაზე. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით სეზონის გახსნისთვის და ასევე საინტერესო სერიებს გისურვებთ პოდკასტისას. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბრის დროს, ხო ალბათ მაგით უნდა დავიწყოთ ზუსტად, რომ გავიაზროთ, როგორი ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული კონტექსტი გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ ამბობთ არასდროს არ გქონია დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი სამოსამართლო ფიქრის გამოსვლება არ გქონია არასდროს. და ეს თქვათ მარტო მართლმსაჯულების ინსტიტუტზე კი არ აისახება და კი არ ახდენს გავლენას, არამედ თვითონ იურისტიულ კულტურაზე, იურისტების კულტურაზე, იურიდიულ აზროვნებაზე შეიძლება ახდენდეს გავლენას. ნუ ეგ ორი ფაქტორი ერთმანეთს განაპირობებს, ხო, ჩვენთან სამწუხაროდ სამართლის სკოლებში გამონაკლისის შემთხვევაში თუ არის ახალისებული უფრო მეტად კრიტიკული სამართლებრივი აზროვნება, ხო? როდესაც აქცენტი შეიძლება კეთდებოდეს ნორმაზე, ინსტიტუციურ მოწყობაზე და არა მის კითხვის ნიშნის ქვეშ რაღაც საკითხების თუ დოგმების დასმაზე. ინსტიტუციურად რაც შეეხება, ჩვენ არ ვყოლი, არ გვაქვს ესეთი გამოცდილება დამოუკიდებელი სასამართლოსი და დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, ხო, ეს ისტორიულად არარსებობა მარტო მართლმსაჯულების სისტემაზე კი არ ახდენს გავლენას, სხვა სახელისუფლებაში ტოებზეც მოქმედებს, ხო, სხვა სახელისუფლებაში ტოები როცა არ არიან მიჩვეული, მათ შორის სახელისუფლებო შტოთა, თქვათ, გაწონასწორების და დაბალანსების პროცესში ყოფნას და მათ შორის ეფექტიანი სასამართლო კონტროლის ქვეშ მოქმედებას, ხო? ეს საბოლოო ჯამში უკვე მთლიანად დემოკრატიულ პროცესზე და ბოდიში, რას ნიშნავს არ გვაქვს დამოუკიდებელი სამოსამართლო კულტურა, ხო? აი ამაზე ვლაპარაკობთ. ახლა ერთი ესეთი ეპიზოდი მახსენდება, რომ მასთან რა ქვია, პარლამენტის უკან პატარა აქცია მოაწყო სოლაპმა და ესე იგი ლაპარაკობდა ჩეკაზე, რეპრესიებზე და გამოიარა ერთმა ასაკოვმა ქალბატონმა და შეყვირა, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით მოსკოვის გარეშე. და მე სულ ვიფიქრე, რომ იცი რა, ვიღაცებისთვის ეს არის ძალიან ესეთი ფუნდამენტური მოცემულობა, რომ პრობლემები აქ არ უნდა გადაწყდეს, სადღაც უნდა გადაწყდეს. და დამოუკიდებელი სამოსამართლო კულტურა ამის საპირისპიროა. ის გეუბნება, რომ მე გადაგიწყვეტ ახლა ამ ოთახში პრობლემას. ხო? ანუ თლიანად რადიკალურად განსხვავებული განწყობა აი იმ, ასე ვთქვათ, კოლონიური პერიოდის დამოუკიდებულებისგან. ხო, რა თქმა უნდა, ფორმალურად რაღაცა, თუნდაც კონსტიტუციის შეცვლა ფორმალურად და
დამოუკიდებელი სახელმწიფო სტატუსის მოპოვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურ მოქალაქეებს გააზრებული აქვს, ხო, ეს თავისუფლების პროცესში რა უფლებით, რა პრინციპებით მოქმედებს დემოკრატია და ეს სასამართლოს ყველაზე კარგად და ყველაზე მკაფიოდ შეეხება პრინციპში, იმიტომ რომ ფორმალურად ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ცალკე აღებული სახელმწიფო შტო, სასამართლო ხელისუფლების შტო და დამოუკიდებელ მოსამართლეს, დამოუკიდებელ სასამართლოს ფუნქცია არის დამოუკიდებელი სასამართლოსი, რომ როგორც ერთი კონკრეტული საქმე აკონტროლოს და ერთ კონკრეტულ საქმეში მიიღოს, ხო? სამართლიანი გადაწყვეტილება. ისე მთლიანად სასამართლო ხელისუფლება კონსტიტუციური მოწყობის პირობებში თავისი ლიმიტირებული შესაძლებლობის ფარგლებში არ დაუშვას ერთი სახელმწიფო შტოს მხრიდან სხვა შტოს უზურპაცია, ხო, უფლებამოსილების. ეს როცა არ გვაქვს უკვე ეს ცხადია საბოლოო ჯამში აჩენს განცდას, რომ პრობლემა სადღაც სხვაგან წყდება, სადღაც სხვა იღებს, არა არსებულ ინსტიტუციურ წესრიგში. ხო, აი ბოდიში, როდესაც ლაპარაკობ, თქვათ აი ხელისუფლების შტოების გათანასწორებაზე, ცოტა მარტივად რომ თქვათ ასე ჩვენი მსმენელისთვის, ჩვენ ასე ლაპარაკობთ, რომ სასამართლო მთავრობის ან პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ცვლის. კი და ალბათ ყველაზე მეტად აქულინდება რამდენად დამოუკიდებელი არის სასამართლო. ერთის მხრივ სასამართლოს დამოუკიდებლობის ღირებულებაც აქულინდება და მეორეს მხრივ რამდენად არის უნარიანი რომ იყოს დამოუკიდებელი მანდლინდება. აი მარტივად რომ ავიღოთ იგივე კორონავირუსის გამოცდილება, ხო? რა შეეძლო ჩვენ სასამართლოებს ზუსტად იმისთვის რომ სახელმწიფო შტოები დაებალანსებინათ და რა არ გააკეთო. ამ კუთხით ალბათ ყველაზე კარგი მაგალითი საკონსტიტუციო სასამართლო იქნებოდა და საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა რამდენიმე სარჩელი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მართა სახელმწიფომ ხელისუფლებამ კორონავირუსი. მაგალითად კორონავირუსთან გამკლავების მიზნით ჩვენ ვნახეთ რომ პარლამენტმა მთლიანად გადაულოცა კანონშემოქმედებითი ფუნქციები პრინციპში აღმასრულებელ შტოს, რაც არის ძალიან სახიფათო პრეცედენტი, იმიტომ რომ აღმასრულებელის ხელში უყრის თავს როგორც კანონის შექმნის უფლებამოსილებას, ხო, ნორმატიული აქტების შექმნის უფლებამოსილებას, ისე მათი აღსრულების უფლებამოსილებას. ამაზე საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტიურად უკან დაიხია და არ შევიდა არსებითი მსჯელობაში, არ თქვა რომ ეს პრობლემა არის ქმნის საფრთხეს უფლებებისთვის და ასე შემდეგ. სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, რატომ შეიძლება იყოს სასამართლოს შტოს მიერ ხელისუფლების მოქმედებების კრიტიკა აუცილებელი და გადასინჯვა, ხო? აი მაგალითად სისხლის სამართლის საქმეებში ან ადმინისტრაციული სამართლებრივების საქმეებში, როდესაც პოლიცია ადამიანს ჩხრეკს, ხო და ამისი ასეთ ვითარებაში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეთ, რომ ქუჩაში პოლიციამ გაგვაჩეროს და ზედაპირული დათვალიერებით ან ჩხრეკით გადაწყვიტოს, თქვათ, შეამოწმოს ფლოპ თუ რაიმე არაკანონიერ ნივთს, ხო? აქაც სასამართლო კონტროლი პირდაპირ შემოდის და აუცილებელი არის, რომ ეფექტიანად მოსამართლე ამოწმებდეს, მაგალითად, რამდენად დასაბუთებული არის პოლიციის მოქმედება, სამართალმცველის მოქმედება და ჩვენ პირად ცხოვრებაში ხომ არ ჩაერია ვიღაც უსაფუძვლოდ. უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს სხვა შტოს, ამ შემთხვევაში აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლის მოქმედების ფარგლებს და იმას, რომ მან ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ დაარღვევს რაღაცნაირად. კი ბატონო, იცი რა, ეხლა გისმენ და ვფიქრობ, რომ აი ლაპარაკობ ძალიან ფუნდამენტურ საკითხებზე, რაღაც ძალიან საბაზისო საკითხებზე. და თითქოს ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ ქვეყანაში, სადაც უკვე უთვალავი ტალღა გვაქვს რაღაც რეფორმის. თითქოს და სულ ვცდილობთ, რომ ესე იგი სასამართლო შეიცვალოს და ამ თემებზე არ ვლაპარაკოთ, რაზეც ახლა შევლაპარაკობ როგორც პრობლემაზე, ხო? ერთხელ იყო რეფორმა 90-იანებში, 4ჯერ იყო რეფორმა, მე მგონი რაღაც სააკაშვილის პერიოდში, 3ჯერ თუ 4ჯერ კიდე ახლა იყო რეფორმა ეს ოცნების მთავრობის პირობებში. და ახლა რა ვიცი თუ კითხავთ რა ვიცი იურისტია, მოქალაქეა, მაინც გეუბნება რომ ან რაღაცას არ ენდობა, ან რაღაცაში პრობლემას ხედავს. რა შევძელით როგორც საზოგადოებამ, ან რა შეძლო როგორც სასამართლომ ამ რეფორმებით რა მიიღო შენი აზრით და რა ვერ მიიღო დღემდე. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი დამოუკიდებელ სასამართლოზე, ან კარგ სასამართლოზე, მოდი კარგ სასამართლოზე ვილაპარაკოთ რა, იმიტომ რომ მე კარგ სასამართლო შეიძლება ბევრი სხვადასხვა თვისება გქონდეს, ხო და მოდი კარგ სასამართლოზე, აი კარგ სასამართლოს მიმართულებით რა გვაქვს, რა მივიღეთ და რა ვერ მივიღეთ. ხო, კარგი შენიშვნა იყო, რომ ჯობია კარგ სასამართლოზე ვისაუბროთ. კარგი სასამართლოს ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს დამოუკიდებლობა, მაგრამ არა ერთადერთი. შეიძლება დამოუკიდებელი
სასამართლო ქონდეს, მაგრამ ის ვერ ასრულებდეს ფუნქციებს, ხო? უფლების დაცვის კუთხით. ხო, ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან ალბათ ხო მუდმივად რეფორმის პროცესში ვართ მართლმსაჯულების, მაგრამ დღემდე ვერ ვიტყვით, რომ კარგი სასამართლო გვაქვს და მათ შორის ვერ ვიტყვით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს. ამისი მიზეზი რამდენიმეა, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ერთის მხრივ პოლიტიკურ ელიტას სახელმწიფოში ტოვებს არასდროს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ნება, რომ მიყოლოდნენ ბოლომდე თამამდებულად რეფორმებს და შეიძლება ყოფილიყო რაღაც 1 წლიანი, 2 წლიანი შესაძლებლობების შუალედი, მაგრამ შემდეგ ყველა ხელისუფალს უდგებოდა დრო, როცა უკვე ჭირდებოდა დაქვემდებარებული სასამართლო. ეს ერთი და მეორე ალბათ ასევე იგივე მნიშვნელობის პრობლემა ის არის, რომ არ ხდებოდა რეფორმების ადეკვატურად გააზრება, რა რეფორმები გვჭირდება ქვეყანაში და არ ხდებოდა უკვე გატარებული რეფორმების კრიტიკული ანალიზი, ხო? რა გაკეთდა და იქიდან რა იყო სწორი ან რა იყო არასწორი. ამიტომაც ვართ მუდმივად ეს მოჯადოებულ წრეში, როდესაც ჩვენ მუდმივად რეფორმის პროცესში ვართ, ეხლაც პარლამენტში კვლავაც მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგია იწერება, მაგრამ იმთავითო ვიცით, წინასწარ ვიცით უკვე ყველამ, რომ ეს რეფორმის სტრატეგია არ იქნება ადეკვატური იმ პრობლემებთან მიმართებით, რაც არსებობს სისტემაში. ხო, ეგ არის ორი პრობლემა, ალბათ, იყო ფრაგმენტული რეფორმები, ასევე უფრო შინაარსში რომ შევიდეთ და უფრო დეტალებში რომ შევიდეთ, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ის ვთქვათ თეორიული ჩარჩო, რომელიც ამ რეფორმებს ჰქონდა, არ იყო ბოლომდე მორგებული ქართულ კონტექსტს, ქართულ გამოწვევებს. აი ზუსტად ეს მინდა ეხლა გკითხო, რომ როდესაც ვაპარაკობთ იმას, რაღაც რეფორმები არ გამოგვდის, იქნებ უბრალოდ არასწორი გააზრება ხდება მთლიანად სიტუაციის, ხო? ერთხელ სცადე, ორჯერ სცადე, სამჯერ სცადე, ეხლა 4ჯერ, 5ჯერ, 7ჯერ სცადე და რაღაცა კიდე არ გამოდის, კარგი არ არის. ესე იგი, იქნებ არასწორი ინგრედიენტებით ცდილობ რაღაც კერძის მომზადებას, არა და ამიტომაც არ გამოდის, თორე ხა 7 მომზადებაში რაღაც ხონდა გამოსულიყო, თქვა. ხო, ორივე არის, მე ორივეში დავინახავდი პრობლემას. პრობლემა არის ისიც, რომ არასაკმარისი ძალისხმევა არის გაწეული რეფორმებისთვის რეალურად და მეორეს მხრივ ის შინაარსები და ის ინგრედიენტები, რასაც ვამბობთ, ხო, ის ინგრედიენტებიც ხშირ შემთხვევაში ან არასაკმარისია, ან არასწორი. აი, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენი მოსამართლეები განათლებულები არიან, როგორ ფიქრობ? იციან მათ არა მხოლოდ საქართველოს კანონები, არამედ სამართლის მეცნიერება. ხო, მე მგონია რომ პრობლემა არის ეგ. ანუ განათლების პრობლემაა, ხო? ანუ შეიძლება ყავდეს ახლა მოსამართლეთ ადამიანები, რომელსაც გაიარა სხვათაშორის სპეციალურად განათლებისთვის შექმნილი არაერთი ინსტიტუცია, მათ შორის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, უნივერსიტეტების, ხო და მე იუსტიციის კიდე სკოლა, ცალკე, ხო? მაგრამ განათლება მაინც არ აქვს. ძალიან მარტივი კითხვა. როგორ ფიქრობ, რამდენმა იცის ან არ იცის ენა ქართულის გარდა კიდევ რამე ენა? ხო, ალბათ ძალიან რთული არ დათქვა, მაგრამ ენობრივი პრობლემაც არის, რაც საბოლოო ჯამში იგივე აკადემიურ რაღაც წიგნებს არ კითხულობენ. ხო, ვერ კითხულობენ. ხო, იმიტომ რომ ქართულად ჩვენ არ გვაქვს წყაროები. ხო, ბევრი ქართულად გვაქვს ის, რასაც რაღაც ქართველი ავტორების ერთი ნაწილი. ენის პრობლემა შეიძლება დააბალანსოს, მაგალითად, თუ კი ყავს ძლიერი სტაფით, ანუ მოსამართლის აკადემიური გამოწვევა. დაბალანსება ალბათ არაფერს არ შეუძლია გაუნათლებლობის. ეს ენა მაინც არ არის განათლების პირდაპირ გამსაზღვრელი, ხო შეიძლება ენა არის. საქართველოში ალბათ არის, იმიტომ რომ ჩვენ წიგნები არ გვაქვს. ჩვენი ბიბლიოთეკა არის ღარიბი. სამართლის ბიბლიოთეკა არის ღარიბი. კარგი, მეორე ნაწილი, თქვათ, განათლების პრობლემა შეიძლება გქონდეს. მეორე ნაწილი, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების ამბიცია. აი როგორ ფიქრობ, შენი გამოცდილებით ურთიერთობ ამ კორპუსთან, ხო? არის ამ ადამიანებში. უკიდურესად შეზღუდული არის და პრინციპში თუ კი ნორმალურ პირობებში ზუსტად ეს უნდა იყოს თავარი სახელმძღვანელო პრინციპი, რომ მოსამართლემ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, არ შეუშინდეს იმას თუ რა რეაქცია მოყვება ან პოლიტიკური წრისგან, მათ შორის არც საზოგადოებისგან და თუ კი თulis რომ ის კანონის პრინციპებთან და კეთილსინდისეების პრინციპებთან მართალია ის უნდა თქვას, თუნდაც იყოს არაპრაგმატული, არაპოპულარული გადაწყვეტილება. ხო, ჩვენს მდგომარეობაში პირიქით არის. გამონაკლისი არის პირიქით, როცა მოსამართლე ასე ხელმძღვანელობს. სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, მიუყვება ამ გაბატონებულ დოგმებს და პირველ რიგში ცხადია პოლიტიკური ინტერესი რა შეიძლება. მაგრამ ამაში არის ალბათ თავისი რაღაც გამართლებაც. ხო, ის თავის თავში ამას ამართლებს, რომ რაღაც გაყვალულ ბილიქზე დადის, რაღაცა ასე ვთქვათ, განჭვრეტადია მისი ქცევა
და მოულოდნელობები არ იქნება იქ მოსული მხარეებში. ორი რამე შეიძლება დამოკიდებულება გამართლეს. ერთი რომ მართლა თუ კი კვალიფიკაცია არ გვაქვს ყოველთვის ფრთხილი ხარ და გირჩევნია გაყვავილ გზაზე იარო და სიმყარე რასაც სჭირდება განსხვავებული აზრის, ახალი სამართლებრივი პრაქტიკის განვითარება, ხო, ამას სჭირდება სერიოზული ცოდნა, არგუმენტაცია, მასალის, ესე იგი დასაბუთება, ხო? ამას ვერ ახერხებ. არის უკვე ვერ ახერხებ. მეორე პრობლემა არის ასევე უკვე რამდენად ხარ მოწადინებული, რომ ეს გააკეთო, შეიძლება ცოდნაც გქონდეს, მაგრამ ამისი мотиваცია არ გქონდეს და ეს არ იყოს ახალისებული არც სისტემატიურად და არც ინდივიდები არ ერჩეოდნენ მაგის მიხედვით, ხო, სასამართლოში როგორ რის მიხედვით ინიშნებიან მოსამართლეები იმის მიხედვით რომ რამდენად შეძლებენ ისინი კრიტიკულ მომენტში განსხვავებული აზრის დაფიქსირებას თუ პირიქით იმის მიხედვით ეს ადამიანები მიყვებიან თუ არა გაყვავილ გზას და მე მგონია რომ ზუსტად მეორე ლოგიკა მუშაობს დღეს ქვეყანაში პირიქით წახალისებული არის ის რომ მოსამართლე იმ შემთხვევაში არ იყოს ინიციატივა არ იყოს ინიციატივიანი მარტივად მაგრამ მოდი სხვა ნაწილსაც შევხედოთ ხო ეს ინიციატივის არარსებობა მეორეს მხრივ ქმნის რაღაცნაირად სტაბილურ გარემოსაც. ანუ შენ ზუსტად იცი, რა დაგემართება ამ სასამართლოში. მაგალითად, თუ იქ მოხვდი, შანსი გაქვს თუ არა. და ნუ რა ვიცი, ხა ეს შეიძლება სადღაც ანუ გარკვეული თვალსაზრისით ცუდია, ხო, ვიღაცისთვის, ვინც ფიქრობს, რომ აი შანსი აქვს რომ მოიგოს, მაგრამ ის რომ ვერასდროს ვერ მოიგებს, იმიტომ რომ უბრალოდ ესე არ მოხდება. მაგრამ აი მეორეს მხრივ, ხო, მოსამართლემ იცის, რომ მისგან არ უნდა მოელოდნენ რაღაცა გარღვევას. ის ამბობს, რომ მე არ ვარ ის ადგილი, სადაც თქვენ რაღაც გარღვევას უნდა ელოდეთ. თუ რაღაცის შეცვლა გინდათ, წადით პარლამენტში. იქ შეცვალეთ კანონი. იმიტომ რომ დღეს არსებული კანონი მე ასე მესმის. ეს არის ერთი დამოკიდებულება. ამას კეთილსინდისიერი შეიძლება იყოს ეს დამოკიდებულება. მაგრამ არის არაკეთილსინდისიერების ნაწილიც, ხო? როდესაც უკვე რაღაც ვირეშმაკობას იწყებს. თქვათ არგუმენტის ტრიალის ამბავში და თქვათ ცდილობს რომ შეცვალოს მთლიანად კონტექსტი და ამახინჯოს და მერე ასე თქვათ შექმნა სტაბილურობის განცდა. აი რომელი უფრო ხშირად არის შენს ასე თქვათ გამოცდილებით, რომელი უფრო ხშირად ყოფილა შეხვედრია პირველი ვერსია თუ მეორე? მე მგონია რომ პირველი ვერსია უფრო გავრცელებული არის ჩვენს კონტექსტში. როცა ხო უბრალოდ ადამიანს გონია რომ მისი კომპეტენცია არის აქ. კეთილსინდისი ესე ფიქრობს რომ მისი კომპეტენცია მთავრდება მარტო იქ თუ რა წერია კონკრეტულად კანონში. მისი პროგრესული ინტერპრეტაცია ხო უფრო გაფართოება უფლების შინაარსის მაგალითად თანამედროვე რეალობაზე მორგება არ მიაჩნია მის საქმედ, მის მოვალეობად სამოსამართლო საქმედ და ამიტომაც მიუყვება კარგად გაყვავილ გზას 1000 გზის განვითარებულ პრაქტიკას, ხო? ეს არის მგონი რომ ზოგადი პრობლემა არის, რაც ჩვენ სასამართლოს ახლავს მთლიანად. აი ეს მეორე არაკეთილსინდისიერების პრობლემა უფრო შეიძლება ჩანდეს ისეთ საქმეებში, სადაც არსებობს რაიმე ტიპის ინტერესი. შეიძლება იყოს ან პოლიტიკური ინტერესი, ან შეიძლება ბიზნეს ინტერესი, შეიძლება იყოს შიდა მართლმსაჯულების რომელიმე თქვათ გავლენიანი ადამიანის ინტერესი. ამის მიხედვით შეიძლება უკვე ამოქმედდეს ეს არაკეთილსინდისიერების პრინციპი, როცა მოსამართლე უკვე საკუთარი შეხედულებითაც ხედავს, რომ არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ მაინც აწერს ამ გადაწყვეტილებას ხელს. და ასაბუთებს კიდეც. და ასაბუთებს კიდეც ამას რა თქმა უნდა. რამდენ ხარისხიანად ეს მეორე საკითხია, მაგრამ მას ეძახის დასაბუთებას, ხო? რაღაც არგუმენტები მოყავს, შეიძლება ეს იყოს საერთოდ მცდარი, ასე ვთქვათ, არგუმენტები გონიერი საღი აზრის თვალსაზრისით, მაგრამ ის ამას კადრულობს, წერს, ამბობს, რომ თქვათ, დედაჩემი ნათესავი არ არის, ან რაღაც იქ არ ვიცი იქ რაღაც ტელევიზიების საქმეში იყო ესეთი აბსურდული არგუმენტირება და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ ამის იმას არ სწვენია. არის თუ არა მექანიზმები დღეს, რომ ასეთ არაკეთილსინდისიერ ქცევას უპასუხოს ასეთი მოსამართლე გამოარჩიოს კორპუსიდან და მას საკადრისი პასუხი გასცეს. და რა არის რა შეიძლება იყოს ეს საკადრისი პასუხი? მექანიზმები არის ძალიან საინტერესო საკითხი და ამავდროულად ძალიან ძიმე სერიოზული დილემაც ასევე. როცა ესეთი მდგომარეობა არის სასამართლოში, რა უნდა გავაკეთოთ, ხო? მივანდოთ მართლმსაჯულებას ისევე პრობლემა და შიდა ეგრეთ წოდებულ შიდა წმენდა თუ შიდა კათარზის დაველოდოთ, როცა მაღალი დამოუკიდებლობით ადრე თუ გვიან სასამართლო სისტემა და მათ შორის ინდივიდუალური მოსამართლეებიც მივლენ იმ მდგომარეობამდე, როცა შეძლებენ უკვე კეთილსინდისიერ კვალიფიციური გადაწყვეტილების მიღებას
თუ საჭირო არის მათ შორის უფრო კაფეო, უფრო უხეში ჩარევა სხვა სახელმწიფოებში ტოსკან, ხო, რომელიც შეიძლება მე რომელმაც თქვას, რომ არა ეს მოსამართლე არ იმსახურებს მოსამართლის მანტიას, მან უნდა დატოვოს თანამდებობა. ამას waiting-ს ეძახიან, ხო, იურიდიულ სივრცეში. ნუ არ ვსაუბრობ დანაშაულებრივ ქმედებებზე, თუ კი კორუფციის დანაშაულია, ის მარტივი, ხო, ის მარტივი შემთხვევაა, სისხლის სამართლის პროცესებს დაექვემდებარება და ისაც მოუწევს სისტემის დატოვება, მაგრამ როცა არ ჩანს კორუფციული ნიშნები, მაგრამ მოსამართლე ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციებს, ვერ არის პრინციპული და ვერ არის აშკარად კვალიფიციური, ხო? აი აქედან დილემა არ არის ეს ჩემი აზრით კაფეო პასუხი აქვს, ძალიან ბევრი არის დამოკიდებული კონკრეტულ დროს მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტზეც და სასამართლოს შიგნით არსებულ მდგომარეობაზეც. მე მგონია რომ დღეს ჩვენთან ასეთი კაფეო ხისტი ჩარევის გარეშე ძალიან რთული იქნება სასამართლოს მდგომარეობის გაუმჯობესება. მგონია რომ ეხლა მექანიზმები არ გვაქვს ჩვენ რომ ადეკვატურად უპასუხოს არაკეთილსინდისიერი ქცევის ფორმალური მექანიზმები გვაქვს, მაგრამ ეს ფორმალური მექანიზმებიც კიდურესად არაეფექტური არის. არაეფექტური არის შემთხვევითად განზრახ არის ეს მექანიზმებიც იგივე შიდა დისციპლინირების ან მოსამართლეების ახალი კადრების შედინების მექანიზმები უკიდურესად დასუსტებული არის, ხოლო ვინც ყავს არსებული კორპუსი ამ მოსამართლეების ნაწილს მინიმუმ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად სამართლიანად გადაწყვეტილებების მიღება. ანუ ჩვენ უკვე მივედით ერთმნიშვნელოვან პრობლემამდე, რომ თუ ადამიანი დაიჩაგრა არაკეთილსინდისიერი ქცევით, ის პასუხს ვერ მოთხოვს დღეს მოსამართლეს. ასე თვლი თქვათ ეხლა შენ, ხო? გასაგებია. ეს დანიშნულოვანი საკითხია, იმიტომ რომ სწორედ აქ ჩნდება ეს იდეა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თვითმმართველობა, ჩვენ არ შეგვიძლია უკვე ანუ ესეთი როგორ გითხრათ, ნიჰილისტური დამოკიდებულება სასამართლოს მხრივ, რაც ახლა ჩემთვის ძალიან შესამჩნევია პროფესიაშიც ახლა უყურებ იურისტებსაც, არა იურისტებსაც ხშირად ვესაუბრები და ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება უკვე იკითხება, რომ წლებია ჩვენ გვაქვს არაკეთილსინდისიერი ქცევის პრობლემა და ჩვენ ამას ადეკვატურად ვერ ვპასუხობთ. აი, ბოდიში ძალიან მარტივად დავამატებ. ეგ მათ შორის მოქმედებს იგივე ადვოკატებზეც. სისხლის სამართლის ადვოკატები დღეს საკუთარ როლს ყველაზე რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, შეიძლება უფრო ხედავდნენ იმაში, როგორ გაფორმდეს მაგალითად კარგი პირობებით საპროცესო შეთანხმება საქმეზე. და არა იმაში, როგორ ეს აუცილებლად მოწამლავს მთელ გარემოს. ანუ თუ არაკეთილსინდისიერი ქცევა თუ ხდება სოციალური, ასე ვთქვათ, აი სისტემის ნაწილი, მაშინ ბუნებრივად ის წარმოშობს შესაბამის მექანიზმებს, რომ მოხდეს რაღაცნაირად აკომოდაცია, ხო, მოერგება. მე როგორ ეს ხდება პროფესიונალიზმის მიხედვით. კი. რამდენიმე წლის წინ, 1-2 წლის წინ რადიკალური რეფორმების შეთავაზება, ესე იგი შესთავაზა რადიკალური რეფორმები საზოგადოებას სამოქალაქო ორგანიზაციების ერთმა ჯგუფმა და იქ პირდაპირ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჩარევა უნდა მოხდეს სასამართლოში და გარკვეული მოსამართლეების ერთი ნაწილი იქიდან უბრალოდ უნდა დატოვონ მათ სასამართლო, იმიტომ რომ ახდენენ გავლენას. ხა სულ ამაზე ვფიქრობ, ანუ როგორ ვფიქრობ, ღირს ასეთი ტიპის ჩარევა, ნაწილობრივი ჩარევა, ვთქვათ, ამ კორპუსის, ვთქვათ, რაღაცა მუშაობაში, ეს სიცოცხლის უნარიანობა როგორია, გაძლევს ის, ვთქვათ, ახალი განახლების პირობებში, გაძლევს და შეძლებს, რომ შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა, თუ პრინციპში თუ ასე ჩარევაზე ვლაპარაკობთ, მაშინ სრულად უნდა მოხდეს გადახალისება. სრულად გადახალისება ძალიან რთული იქნება, როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრების არგუმენტითაც ხო ჩვენ არ გვეყოლება იმდენი იურისტი, მე ესე მგონია, რაც არ და ბევრი სამართლის სკოლა გქონდეს ქვეყანაში, რომელიც უცებ ასე მარტივად ჩამოსვებს თლიან კორპუსს და მეორე არც ის გონია, რომ სასამართლოს ამ მდგომარეობაში ყოფნაში ყველა მოსამართლის თანაბრად მიუძღვის წვლილი. ცხადია, ვისურვებდი ბევრად მეტი მოსამართლე ყოფილიყო, ვინც ხმამაღლა აფიქსირებს განსხვავებულ აზრს, ვინც არ უშინდება, რომ იყოს კრიტიკული, რა თქმა უნდა, სამოსამართლო ეთიკის ფარგლებში და ასე შემდეგ. ესეთები ძალიან ცოტა არიან, მაგრამ ვინც ვერ ბედავს ამას, გონია რომ შეიძლება ის ხალხიც თუ კი მათ სამოსამართლო საქმიანობაში არ არის კონკრეტული პრობლემური გადაწყვეტილებები, მგონია რომ იმსახურებს შესაძლებლობის მიცემას. იმიტომ რომ მე ძალიან არ მომწონს ზუსტად ის მეორე გზა, როცა მთლიანად შეიძლება გაიწმინდოს სისტემა. ეს არის საშიში პრეცედენტი, იმიტომ რომ სხვა სახელმწიფო შტო მოიპოვებს უკიდურესად დიდ ძალაუფლებას და ასევე მგონია რომ ჩვენი პოლიტიკური ველიც არ არის ეგეთი დიდი ძალაუფლებისთვის მზად. ასეთმა დიდმა ძალაუფლებამ კიდევ უფრო მეტად შეიძლება გარკვევას ისედაც
არც ისე მაღალი ან გარშვალდებულის მქონე ხელისუფალი ხო. ამიტომაც გონია რომ რაღაც ისევ რაღაც შუალედური გზა უნდა ავირჩიოთ, ოღონდ არ ნიშნავს ეს რომ ამით დამთავრდება პრობლემები. ამის გარდა უნდა მომზადდეს ცხადია საკანონმდებლო ინსტიტუციური მექანიზმები, საფუძვლები, რომ შემდეგ უკვე ახალ ვითარებაში შეძლოს სასამართლომ დამოუკიდებლად მუშაობა და ალბათ ხო სხვა პოლიტიკური სახელმწიფოებრივი ტოებისთვისაც უნდა იყოს უფრო მეტად პრინციპული ის საკითხი, რომ ამ ცდუნებას გაუძლონ არცადონ უკვე მორიგჯერზე სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება. მე მგონია რომ სანამ იქნება მცდელობა სხვა ხელისუფლებრივი ტოსგან, რომ დაიმორჩილოს სასამართლო, ამას ყოველთვის მოახერხებენ ისინი, რაც საერთოდ ძლიერი იყოს სასამართლო კორპუსი. და ამის მაგალითები უკვე გვაქვს ჩვენ თუნდაც იგივე ცენტრალურ ევროპაში, ხო იგივე პოლონეთში, სადაც იყო გამოცდილება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, იქ ძალიან დიდი რეზიდენტულობა ჰქონდა სამოსამართლო კორპუსს, არა მარტო ადგილობრივ მოსამართლეებს, ხო სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩავიდნენ მოსამართლეები, პოლონელი მოსამართლეების მხარდასაჭერად. იქ მოსახლეობასაც მხარდაჭერა ჰქონდა მოსამართლეების მიმართ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მოახერხეს ამ შტოს მინიმუმ დასუსტება, ხო, ვეღარ არის პოლონური სასამართლო ისეთი როგორც იყო. ხო, ანუ სასამართლო სისტემა რთული ინსტიტუტია, ფაქტია. ის არ არის დემოკრატიული ინსტიტუტი, მაგრამ საზოგადოება მას მხარს მაინც უნდა უჭერდეს, თუ თulis და ხედავს ამაში ღირებულებას და რა თქმა უნდა ღირებულია ეს ინსტიტუტი, აბა დავისაგვარებლად სად უნდა წავიდეთ, ხო? გავიდა ის დრო, როდესაც ქუჩებში ვარდებოდა დავები და საბედნიეროდ გავიდა ეგ დრო და იმედია რომ არ დაბრუნდება. მაგრამ ფაქტია რომ იმდენად რთულია ეს მექანიზმი რომ მე მაგალითად დღეს არ მრჩება შტაბ-ბიჭდილება რომ ჩვენ მოვძებნეთ რაიმე რეცეპტამდე მივედით რა იმიტომ რომ ძალიან დიდი თემაა და ჩვენი ფორმატი ეს ერთი შეხვედრა ძალიან რთულია შეეხო მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო იმ მარტივი ფორმულის დანახვა რაც საბოლოოდ აი შტაბ-ბიჭდილება დამჭა ჩვენი დისკუსიიდან რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ვთქვათ მოცემულობები გვაქვს ადამიანები გვაქვს სისტემა, ეს ადამიანები ამ სისტემასთან რაღაც წესით მუშაობენ და პერიოდულად არაკეთილსინდისიერად იყენებენ მათზე დაკისრებულ ფუნქციებს. აი აქ, როდესაც ისინი ამას არაკეთილსინდისიერად აკეთებენ, ჩვენ არ გვაქვს მექანიზმები ამ არაკეთილსინდისიერებას ეფექტურად უპასუხოთ, ხო? და ჯერჯერობით ეს ყველაფერი რჩება რაღაცა ესეთი, მედიით, ასეთი ფორმატით, კრიტიკის, ასე ვთქვათ, და განხილვის საგანი ჩვენ არ გვაქვს რეალური მექანიზმები. აი ამაზე ალბათ უნდა ვიფიქროთ და იმედია რომ ჩვენი მაყურებელიც დაფიქრდება ამ საკითხებზე. მე მგონი ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი კიდევ ერთ პოდკასტში, მომავალში და უკვე კონკრეტულად აი ამ მექანიზმებზე რა შეიძლება გავაკეთოთ არაკეთილსინდისიერი ქცევის პირობებში, როგორ ვუპასუხოთ ამას, რომ ეს იყოს სამართლიანი, რომ ეს იყოს ძლიერი და ეს იყოს ნამდვილად შედეგის მომტანი და პრეცედენტის შემქმნელი, რომ სხვამ დაკარგოს ხალხი ასეთი ქცევების. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელ ჩვენ პოდკასტში სტუმრობისთვის და მომავალ შეხვედრამდე. შეხვედრამდე.